შემოდგომის მომწები მოგესალმებით ჯერ კიდევ არის ფოთლები ხელზე მალე ესეც არ იქნება უიხო მართლა ის სახელმწიფო გაფორმებები დამონტაჟება დაიწყოს ჩვენთან უკვე გააკეთეს არ ვიცი სატესტოდ არ ჩავთვიათ ჯერ არ მინახია განათებულ მდგომარეობაში მაგრამ უკვე იწყება სახელმწიფო განწყობის შექმნა ქალაქში იანვარია რაც უფრო მალე და უფრო დიდ ხანში გაგრძელდება ეს მით უკეთესი როგორც ბიზნესისთვის ასევე ადამიანებისთვის რო გახარისხმო რაც მე პირადად შეიძლება ბევრი საშუალება არ მქონდეს მაგრამ ხალი უყურებს და თავს უხარია ხო იცით ესე და ეხლა სამსახურისაკენ მივიჩქარი მეორე ცვალარ და გუშინ დასვენების დღეს გამოვტოვე დღე გადამიღია ვიდეო თუმცა ვიფიქრე კი გადავიღებ მაგრამ დავიფიქრე მე მეთქი დავისვენ კარგად ხო და უკეთეს ხო კარგი თავდროებით და საღამოს ვაგრძელებ თმები დავიწიწკნე საღამო მშვიდობის ეხლა შემოვედი სახლში მოკლედ რაღაცები წამოვაპორწიალე სამსახურიდან ახლა ეს დავდო ჯერ ჩანთა თავის ადგილზე ჩემს უჩას Angela რატო დაგიხურია? გავიხადოთ კურტკა. რაღაცას მოვარტყი. დავკიდებ ახლა და მაქსიმუმზე გაქვს? რეფექტორი. არა? შემიძლია მოვიხსნა საათი. ახლა არის 9:11 მეგობრებო, ახლა მოვედი. ნუ ესენი კნავის თობი განსაკუთრებით. ესე იგი ჩვენგან ერთი თანამშრომელი, ნუ უკვე რამოდენიმე ორი თანამშრომელი წავიდა უკვე და ახლა ეს მესამე წავიდა, აი ყველაზე მეტად გული დამწყდა ანუ გოგოზე, რომელიც ახლა წავიდა ჩვენ სამსახურიდან, უბრალოდ მიდის ჯერ ანუ ჩვენთან აღარ იმუშავებს, ანუ ჩვენ მაშინ ფილიალში ბოლო დღე იყო. და თანამშრომელს საჩქარები გაუკეთა, ნაყინები. და სოსოსთვის ესეთი ნაყინი გამომატანა ჩემთვის. აქედან თუ მიყურებ, დიდი მადლობა კიდევ. აი ცარიელი გული და სულია ეს გოგო და ისეთი კეთილი თვალები აქვს, აი ყველა არ იძახიან თვალები, სულის არკიაო. და შევაკეთე და საშევაკეთე. ესე იგი ჩემ საყინულეში შეიხედოთ, ჯობი არ შეიხედოთ, საშინელება ხდება. ანტარქტიდაზე უარესია. გაზაკლებაში იყო რაღაცები სასუსნელი ალბათ 90 თეთრამდე დაიცა. ეს მიყვარს ძალიან. გემრიელესი მაფინია, მე ესე მგონი მეგონი მაფინია. გემრიელესი აი შოკოლადის მოკლედ 3 და რაღაცები და ზუსტად ამასოს ვერჯებში დავიხედები. ცივი ჩაი 2 ლარად და აჩიკები მაქვს, აქ შემიძლია ვნახო ახლა. აბა ეხლა გაჩუმდით. всё, ჩუმად.
ესე იგი 3.48 ღირდა ეს რა ქვია მას ეს და ეს წინ ვაჩვენეთ იტაკა და ლაიმით ეს შრეები ღირდა 88 თეთრი. ხო. სხვა ისეთი არაფერი, მოკლედ ხახვის სტაფილო კიდე კარტოფილი და ეხლა უნდა გავაკეთოთ ცოტა ხანში ისა ხათმის კოტლეტი. ის ვიყიდე რა ქვია, ფილე. იმდენი ხანი მედოიქ, რომ galva. აბა საყინვალეშო ჩამეგდო, მე დრო ხო დამეკარგებოდა ამის galvaობაში. მოკლედ სულ გავატარებ, ხო, მეტი რა უნდა დავტოვო. კარტოფილს დავამატებ, სტაფილოს, წვანილებს, მოკლედ გავაკეთებ ყველაფერს და გავაკეთებ კოტლეტებს. ეხლა ამას ჯამში ჩავდებ. გამდელოდეს. ხო. ამას ძალიან კარგად ვიყენებ ნობის კარტოფილს. всё, აი ეს არის რაც ვიყიდე და ისიათ კიდე დავამატე დღეს ორი პური ხო ამოვიტანე დილას და კიდე ერთი პური რაც დარჩა საერთოდ დაჭრილყოს ნაშვებით ხოლმე. და ახლა ესე გამოვიდა მოკლედ ესეთი ამბები. ხო, ეხლა გეტყვით რა ღირდა ეს ფილე ღირდა ფასდაკლებით, ანუ იმითი მაიკლაბის გატარებით იყო 7 ლარი და ისე თავისი ფასი არის 12 და 30. ხო, ხახვი 69 თეთრის იყო, სტაფილო ლარი და 22 და მოკლედ ჯამი იყო, ისა მე დააკლდა დისკაუნტ 6 ლარი და 27 თეთრი დააკლდა და ჯამში გადავხედე, ანუ კარტოფილი, ფილე, ხახვი, სტაფილო და ცივი ჩაი 12 და 46. ხო, ეს დისკაუნტის ეს პეტერაის მოყვება ხოლმე ქვით არის. ხო და მოკლედ ასე. და ეს ცალკე ვიყიდე კიდე ესენი. ხო და ესე, მეგობრებო, ეხლა ეს არაფერი გავუკეთებდი ამბავს. რა ჭამესოსო? არაფერი? აქ ისა გვიძლი რო იყო, შეჭამე? ხო, კაი ბიჭი ხარ. ეხლა დრო უნდა მოვიგო, მეგობრებო. რამდენი წუთია რაც გესაუბრებით? 7 წუთი. მოკლედ ესეთი ამბებია. მაგრამ ერთი მხრივ მისთვის, ანუ თანამშრომელზე მაქვს საუბარი, მისთვის კარგია, რომ რაღაცა ახალი ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში. აი, მართლა დიდი სიხარულით წამოვიდოდი მეც, რო იყოს, ანუ ის საშუალება რო იყოს იმისი, რომ აი რო იყოს იმის საშუალება, რომ ანუ ელემენტარული გქონდეს მე და სოსოს, რა ძალა მათგია მართლა. ეს არის როგორ გითხრათ, აი მართლა ვერული შრომაა დაუფასებელი და ძალიან დაბალი ხელფასი. მოკლედ ხო არა ვფიქრობ რაღაცებს ვახარისხებ გონებაში და რას ვაკვირდები კიდევ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს პატივს სცემ, ანუ რას ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემა. ის კი არა ვიღაცას მაღლა თავის დაჭერა, არა, ეს არაფერი კავშირში არ არის. საკუთარი თავის პატივისცემა ის არის, რომ
პრიორიტეტში პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გეყენოს. მე კიდე ყოველთვის რაც შვილები მეყოლა, ანუ ნიკა დაიბადა და სოსო, ყოველთვის შვილები და აი ვფიქრობდი რომ კაი დედა ესეთი უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო არ შეცდეთ. ღმერთს ესეთი მსხვერპლი არ სჭირდება და თან რა არის იცით, არასოდეს აი რაც უნდა მეტი გააკეთოთ შვილებისთვის, უფრო მეტს მოგთხოვთ, ასე რომ არ დაგიფასდებათ, ну იშვიათი შემთხვევა, აი უიშვიათესი რომ რაღაცა ხდება. ოღონდ ეს არის უბრალოდ ალბათ შეგნებაზე ადამიანს, ну არ ვიცი, ну ესეც ხდება ხოლმე, მაგრამ ზოგადად ვიძახი, ანუ აი უფრო სტატისტიკურად რაც უფრო ხშირად ხდება ხოლმე, ეს არის ის რომ შვილები, ანუ მშობლებს იმდენად არ აფასებენ. ამის ძალიან ბევრი ფაქტებია. მე მშობლები და ფიქრობენ რომ აი ამდენი წლები ახალგაზრდობა უკვე აღარ არის დაკარგულია ეს წლები, დაკარგული იმ გაგებით რომ ანუ საკუთარ თავს არ მოახმარა ხო ადამიანს. ამიტომ რომ არ იდარდოს ადამიანმა ამაზე და ესეთი ფიქრები რომ არ გაჩნდეს შემდგომში, უნდა პირველ რიგში საკუთარი თავი დააყენოს, იმიტომ რომ ჯერ საკუთარი თავი გაბარია ადამიანს, საკუთარი და მერე უკვე სხვა, ხო? მე ეს არ მესმოდა და არც მინდოდა ამის გაგება. მეზობელი რომ მეუბნებოდა ხოლმე, როცა ვერ ვიყავი კარგად ჯანმრთელობით, მაშინ ნიკა პატარა იყო, საკუთარ თავს უნდა მიხედო და მე რაღაცა ვერ წარმომედგინა, რას ქვია, სულ ბავშვი სულ წინ მეყენა ყოველთვის. მე ლუკმას მოვიკლებდი, ну აი მოკლედ რა ძალიან ისეთი და მეგონა რომ აი მეგონა ეს ჩემი ბუნება ესე და იმიტომ ვაკეთებდი ამას, თორე რაღაცა დასეპირებული წესები კი არ მქონდა, ანუ გული რასაც კამახობდა ისე ვიცოდი. ხო გეუბნებით შვილის გარეშე მე ლუკმას ვერ შევჭამდი, აი მაგალითად დავუშვათ სამსახურში ვიყავი, ხო და აი რაღაცა იქ შემომთავაზეს რაღაცა გემრიელობა, ხო მე თუ დარწმუნებული არ ვიყავ ჩემი შვილს რაღაცა იქ სახლში ნორმალურად აქ წესი შევა და ლუკმას ვერ ჩავიდებდი პეში. მოკლედ და ესეთი სულალური ის რა გინდა ხო უცბად არ დაგიფასდეს ეს ყველაფერი. მოკლედ იმის თქვა მინდა რომ დაიფასეთ თავები იმ გაგებით რომ ჯერ პრიორიტეტში თქვენი თავი უნდა ტყავდეთ. აი ქალებს მით უმეტეს ხო აი ქალს რამდენი რამე ჭირდება ჯანმრთელობის მხრივ, სილამაზის მხრივ, სიკოხტავის მხრივ, მოკლედ გვიყვარს ჩვენ ქალებს ხო რაღაცა იქ სილამაზეები, რაღაცეები ხო ახლა კაცისთვის სულ ერთია ამოიწევს ერთი მაისურს ჟინს და всё ეს არის ხო? ну არის კაცების კატეგორიაც, რომლებიც იპრანჭებიან, მაგრამ მე მაგალითად არ ვლაპარაკო, მე ვიძახი ეს ზოგადად ისე. ხო და აი ქალს ხო რამდენი რამე გვჭირდება ხო? იქ ლამაზი კაბა, გინდა გამოსასვლელი, იქ დასასვლელი, ну მოკლედ ათასე რაღაცა იქ კოსმეტიკა იქნება თუ რაღაცა იქნება, აქსესუარები და რა ვიცი რა, ეს რაც გვახარებს და რაც გვილამაზებს ცხოვრებას და რატომ არა? რატომ უნდა იმას ვთქვათ, როდისღა სიბერეში, როცა უკვე აღარც მოგიხდება და არაფერს არ დაგჭირდება. მოკლედ, აი ამის თქვა მინდა რა. ეს პირველ რიგში მე მგონი ჩემ თავს ვეუბნები, იმიტომ რომ მე მგონი ჩემ თავს ყოველდღე ვეუბნები ამას და ვახსენებ და სხვათა შორის რას ვარ იცით მეგობრებო დაკვირვებული, როდესაც მე ვიწყებ განხორციელებას ამისი რომ რაღაცა საკუთარ თავზე ვიწყებ ფიქრს, რაღაცა უკეთესობისკენ მიდის ხოლმე ცხოვრება, რაღაცა უკეთესობა ხდება ირგვლივ და განწყობაც უკეთესი მიხდება და აი როგორც კი რაღაცა ვითომ პატრიოტულად, რაღაცა პატრიოტულად რაღაცა სიტყვა, ანუ აი ესე თავგამოდებით რომ რაღაცა ვიღაცისთვის, თუნდაც შვილისთვის, ხო რაღაცა კი, შობელმა განა უნდა გაუკეთო შვილს ის რაც საჭიროა, იმაზე მეტი არის. ანუ მაგალითად ხა არასრულწლოვანი როდესაც თვითონ არ შრომობს, არ მუშაობს და არ გამოიმუშავებს რაღაცა თანხას, ხო? თავისთავად დამოკიდებულია მშობელზე, ხო? ამაზე ზედმეტი ლაპარაკი უნდა უზრუნველყოფილი იყოს თავიდან ბოლომდე ყველანაირად, მაგრამ სხვა დანარჩენი რაც შეუძლია რომ თვითონ გააკეთოს, იმაში არ უნდა შეეშალოს. დედაჩემ მაგალითად თითქმის ყველაფერს აკეთებდა ჩვენს მაგივრად. ჩემ ბანდას ჩვენ რაღაცებს კი ვცდილობთ, მაგრამ ეს არ არის კარგი. მერე სამაგიეროდ გამიჭირდა რაღაცა პერიოდი.
მე აი რო იტყვენ თითქოს თავიდან ვისწავლე ეს ყველაფერი და ახლა უკვე გამოწვილი და გამოცდილი ვარ ყველაფერში შეიძლება ითქვას ანუ ეს ეხება სახლის საქმეებს თუ იმას თორეს მოკლედ ესეა რაც მალე შეეჩვევა ადამიანი ბავშვი მით უმეტეს მოზარდი შრომას მით უკეთესია მისთვის იმიტომ რომ უკვე აი რას გავს იცით აი მაგალითად რაღაცას რო სწავლობს ადამიანი მოდით აი მაგალითისთვის ქსოვა ავიღოთ ხო ბევრისთვის ეს როგორიცაა ხო აუ მე არ შემიძლია ნერვები არ მეყოფა და რაც აი როცა თავიდან ხო მეც ვიწყებდი ქსოვას ვიძაბებოდი არასწორად გამოდიოდა მოკლედ ვიტანჯებოდი და მე დროთა განმავლობაში ხელი რო უკვე გამივარჯიშდა და უკვე ისა უზორებშიც დავიწყე ეგრეთ წოდებული როცა ქართულად როგორ არის უზორები ჩუქურთმები, ну მოკლედ ქსოვა და ისე სწრაფად რომ უკვე კი არ ვიცებები, არამედ პირიქით უფრო სიამოვნებს ეს პროცესი და ასეა საქმეშიც, როცა საქმეს უკვე მიჩვეული ხარ, ხო? ის საქმე, ხო, რომელსაც თქვა თავიდან ძალიან დაკეთებდი უკვე მე, რაღაცა ხალისით აკეთებ, უკვე სიამოვნებითაც კი წარმოედგინეთ. ხო და ესეა, როცა მიჩვეული ადამიანი და უკვე პროფესიონალის დონეზეა, ის უკვე იოლად და ასე ვთქვათ, ჰაეროვნად ასრულებს ამ ყველაფერს. ესეა. მოკლედ იმდენი ვილაპარაკე, დაღლილი ვარ, ეხლა მშია. ძავალ ხარ, რაღაცას ცოტას შევჭამთან, გავამზადებ ეხლა მასალას, რაც უნდა გავატარო ეხლა საკეთ მანქანაში, გავამზადებ დილის სვლა ვარ, დილას ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებ. ეს რა ქვია იმას თვითონ ფარში ქართულად როგორ არის მოკლედ ფარში ქართული სიტყვა ხო არ არის ფარში. ну მოკლედ გავატარებ და გავამზადებ და შევხედავ რა ну ეხლა თუ რამოდენიმე ეს მოვასწრებს შევწვალ და თუ არა და ხვალ რომ მოვალ სამსახურიდან მე გავაქცელებ. მოკლედ აი ესეთი გეგმები მაქვს. ხო. ახლა ყავა უნდა დავლიო უეჭველი, აუცილებლად, იმიტომ რომ ყავის გარეშე მე არ შემიძლია. ხო, უნდა ლექოს სამსახურში ვსვამ ხოლმე, მაგრამ დიდად არ მიყვარს უნდა ლექო და რაღაცნაირი ისა მაქვს. ადრე როგორ მიყვარდა, თუ გახსოვთ, ვინც დიდი ხანია მიყურებთ, ალბათ გემახსოვრებათ, ძიან ყავასაც რომ ვსვამდი ხოლმე, ეხლა რომ დამალახოთ, ძიან ყავა არ ვიცი. არ შემიძლია. უფრო მივეჩვიე, მაგალითად, უშაქრო ყავას და ნაკლებ შაქრიაზე, რაც ვიდრე ძალიან ისეთი ეგრეთ წოდებული სლივეჩნი გემოები, დიდად აღარ. მოკლედ ესეთი ამბები, მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით, ხვალამდე და ხვალ უფრო ალბათ რომ მოვალ სამსახურიდან ცოტას დავისვენებ. თავს მოვატყუებ და მე აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და ფიქრობ იქნებ და ცოტა გავისეირნოთ კიდევაც საერთოდ გუშინ გვინდოდა მე და სოსოს მაგრამ რაღაცნაირად არ დავვაგდით რა სულ ამაზე მაქვს ხოლმე ეს კამათი რომ აი ვერა და ვერ მე აი ჩემთვის ესეთი ის არის რა აი გარედან უცბად ამ შემიძლია ეს კროქსებიც ჩავიცვა და ჩავიდე და ქუჩაში გავისეირნო და მოვისეირნო და ეს სოსოს არ აქვს ეს მომენტი და მოკლედ დავაგდებით როგორმე. კარგით აბა დროებით გაკოცეთ და ხვალამდე.